მადლობას გიხდით პატივცემულო თავმჯდომარევ სიტყვის მოცემისთვის. პატივცემულო კომიტეტის წევრებო, პატივცემულო წარმომადგენლებო, ჩვენთვის ნამდვილად დიდი პატივია დღეს თქვენს წინაშე წარდგომა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ასევე მისი საჯარო მომსახურების მიწოდების უმსხვილესი ინსტიტუტის, იუსტიციის სახლის წარმოდგენა. ჩვენმა ორგანიზაციამ გარდაქმნა მომსახურების მიწოდების მოდელი, მეტი მდგრადობისა და მოქნილობის უზრუნველსაყოფად. რებრენდინგის პროცესის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 88 საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის სახლის ფილიალი გახდა. დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით მომუშავე 124 ფილიალში 500-მდე მომსახურებაა ხელმისაწვდომი, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს მოქალაქეებსა და სტუმრებს ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში მიიღონ სწრაფი, ეფექტური და მარტივი მომსახურება კომფორტულ გარემოში. საბოლოო ჯამში მომსახურების მიწოდების მოდელის გარდაქმნის შედეგად ჩამოყალიბდა ახალი კონცეფცია, ყველაფერი ერთ სივრცეში, რომლის მიზანია სხვადასხვა მომსახურების ერთ სივრცეში თავმოყრა. განახლების პროცესის შედეგად შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სრულად ხელმისაწვდომი და ინკლუზიური ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, ამ პროცესის ფარგლებში მოხდა თანამედროვე სისტემების განვითარება და მომსახურების მიწოდების მეთოდების ციფრული ტრანსფორმაცია, დიგიტალიზაცია, რაც სრულად შეესაბამება ციფრული ტრანსფორმაციის თანამედროვე გლობალურ პოლიტიკას. მომავალში ხელოვნური ინტელექტის და სხვადასხვა რობოტიზებული ტექნოლოგიების დანერგვის ამბიციური გეგმები გვაქვს, რომ ჩვენი მომსახურება ტექნოლოგიური ინოვაციების წინა ხაზზე დარჩეს. ინკლუზიურობის, თანასწორობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა აუცილებელია იუსტიციის სახლებში ისეთი გარემოს შესაქმნელად, სადაც ყველა ადამიანი გრძნობს, რომ მას პატივს სცემენ, აფასებენ და აქვს მომსახურებაზე წვდომა დისკრიმინაციისა და დაბრკოლებების გარეშე. იუსტიციის სახლის კონცეფცია, რომელიც საჯარო და კერძო სექტორებს აერთიანებს, ინოვაციური მიდგომაა და მისი მიზანია ცენტრალიზებული, ეფექტური და ხელმისაწვდომი სივრცის შექმნა, სადაც შეუფერხებლად განხორციელდება როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორის მომსახურების მიწოდება. იუსტიციის სახლი წარმოადგენს ხიდს საზოგადოებასა და სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებს შორის. ამ პრინციპის და სამუშაო სპეციფიკის საფუძველზე ჩვენ გვქმნით სივრცეს მომსახურების მიწოდების თანმიმდევრული პოლიტიკის განსახორციელებლად. დასასრულს იუსტიციის სახლი იმ ვალდებულებების ხელშესახები დადასტურებაა, რომ განვახორციელოთ 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ძირითადი ტრანსფორმაციული მისწრაფება. კერძოდ კი მისი უმთავრესი მიზანი, რომ არავინ დარჩეს უყურადღებოდ. იუსტიციის სახლის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენი რეკომენდაციები რამდენიმე საკითხს ეხება. მომსახურებაზე წვდომის გაზრდა პატიმრებისთვის, რაც ხელს შეუწყობს მათი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესს. იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საჭიროებებზე მორგებული მომსახურების იდენტიფიცირება, დანერგვა და წვდომის გაფართოება. ეთნიკური უმცირესობების საჭიროებების შესაბამისად, კონსულტაციების მათ ენაზე წარმართვა და მომსახურებაზე წვდომის გაუმჯობესება. ამ ძალისხმევის მიზანია ინკლუზიურობისა და მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერა, რაც საბოლოო ჯამში საზოგადოების ერთიანობას უწყობს ხელს. კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების პრიორიტიზაციის საშუალებით ჩვენ ვაძლიერებთ ადამიანებს და ხელს ვუწყობთ საზოგადოებაში მათ წარმატებულ რეინტეგრაციას. გმადლობთ თქვენი დროისა და ძალისხმევისთვის. ჩვენ მართლაც ვაფასებთ თქვენს წვლილს.